პატიცემულო ჟურნალისტებო, მოგესალმებით. მე ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები, კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია, ვაგრძელებთ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას, ვინაიდან იმედის ეთერის ტრანსლაციის დროს ტექნიკური მიზეზების გამო რამდენიმე მაჟორიტარი არ ესწრებოდა, მე მინდა დღეს ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი სიამოვნებით საგანგებოდ წარმოგიდგინოთ ბატონი პაატა ჯიბლაძე, რომელიც ჩვენგან გლდანში იყრის კენჭს. მე ნამდვილად მოხარული ვარ, რომ იმ ასე ვთქვათ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ასევე ასე ვთქვათ ბატონი ჯონდი, ბატონი გიორგი, ბატონი კახა და ბატონი გიგლა, როგორც დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი, ამ ადამიანებს შემოემატა კიდევ ერთი ძალიან ღირსეული ადამიანი, ბატონი პაატა ჯიბლაძე, რომელსაც არაჩვეულებრივი ოჯახი ყავს, უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია ბატონ დიმას ის ვერ შეეჯიბრება, მაგრამ მაინც სერიოზულად აღსანიშნავია, რომ 3 ვაჟკაცის მამა გახლავთ, ყავს მეუღლე და 3 შვილი. გარდა ამისა, ბატონ პაატას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება, ჯერ კიდევ 93 წლიდან ის მუშაობდა გლდანში ეკონომისტად, უფროს ეკონომისტად, 12 წელი გაატარა გლდანის რაიონში და თავი რომ დავანებოთ მის პროფესიულ გამოცდილებას, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალების წარდგენა, საქმის მცოდნე ადამიანების წარდგენა, ამავდროულად ხაზგაუსვამდი მის პოლიტიკურ წარსულს, რომელიც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არის აბსოლუტურად სუფთა. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სცენაზე აქტიურად ჩანდა, ყოველთვის ცდილობდა, რომ ყოფილიყო ობიექტური და ვფიქრობ, რომ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც შეძლებს რაიმე, ასე ვთქვათ, კრიტიკული გამოხატოს ბატონი პაატას საქმიანობასთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი გუნდი ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია აი ამ ადამიანების და სხვა თანაგუნდელების დახმარებით შევძლებთ მართლაც რომ მოვაწესრიგოთ ქვეყანა, მოვაწესრიგოთ თითოეული ის რაიონი, სადაც წარდგენილი იქნებიან ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები, მოვაწესრიგოთ თბილისი და მოვაწესრიგოთ სრულიად საქართველო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის საზოგადოება მხარს დაუჭერს თბილისის მერად ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, შემოხაზავს 3 ნომერს, ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას და თბილისის მერად ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ხოლო სხვა რაიონებთან ერთად გლდანში ასევე მხარს დაუჭერს ბატონი პაატას კანდიდატურას. ბატონ კახასაც დარწმუნებული ვარ თავის რაიონში ასე ვთქვათ დაუჭერენ მხარს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინაიდან ბატონი კახა ჩვენ წარვადგინეთ იმედის ეთერში, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად გვინდა სწორედ ბატონი პაატა წარვადგინოთ. ორი სიტყვით ვფიქრობ, რომ მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თქვას. მოგესალმებით, ქრისტე აღსდგა. ჩემო მეგობრებო, წლინახევრიანი შესვენების შემდეგ თუ ტაიმაუტის შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ დავდგე ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების გვერდით, მასთან ერთად ვიბრძოლო იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამთავრდეს კოჰაბიტაციის პროცესი, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში იზეიმოს სამართლიანობა, სამართალმა პურის ჭამოს თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს, ასე რომ ვთქვათ, მანიპულირება ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებით თუ შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ძალისხმევით იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად იმუშაოს თვითმმართველობა, იმუშაონ რეალურად მერებმა, იმუშაონ რეალურად არჩეულმა, თავისუფლად არჩეულმა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მაჟორიტარმა დეპუტატებმა. აკეთონ თავიანთი ქალაქის, თავიანთი რაიონის, თავიანთი კონკრეტული ქვეყნის საქმე, ჩემო მეგობრებო. და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მე მწამს იმისი და მჯერა, რომ აი ამ კოალიციაში შეკრებილები არიან თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებსაც მართლა უნდათ რეალური
ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არწმუნოების არ იქნება ეს ადამიანი თუ რომელი თქვათ ეროვნებისა, იგრძნოს რეალური სიკეთე იმ ღონისძიებების შედეგად, რომელსაც, რა თქმა უნდა, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ხელისუფლებაში, ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თითოეულ ჩვენთაგანი გაატარებს და ებრძოლებს ამისათვის. მე ღრმად მწამს იმისა, რომ ჩემი გლდანელები ისევე როგორც სხვა ჩვენს მეგობრებს მხარს დაუჭერენ და მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. მე ღრმად მწამს იმისა, რომ ჩემი გამოცდილება ორჯერ საკრებულოს წევრი ვიყავი დედაქალაქისა, მომცემს იმის საშუალებას, რომ რეალურად შევასრულო მათი დავალებები, რეალურად გადავწყვიტო ის პრობლემები, რომელიც დედაქალაქში დგას და მე ღრმად მწამს იმისა, რომ დიმიტრისთან ერთად, ბატონ დიმიტრისთან ერთად ჩვენ რეალურად შევძლებთ დედაქალაქში სერიოზული სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემების მოწესრიგებას და მოგვარებას.